ორი ამბავი, ერთი სტრასბურგში მიმდინარე პასეს ეხება. გუშინით გავცელდა ეს ინფორმაცია უკვე, რომ აქ საუბარი არის, რომ კოცების დელეგაციის უფლებამოსილებები არ სცნონ საერთოდ გუშინ საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საკითხი დააყენა ერთ-ერთმა იპიპის წარმომადგენელმა. საჭირო იყო 30 კაცის მხარდამჭერა და 30-ზე გაცილებით მეტი ადამიანი ადგა და მოითხოვა კოცების დელეგაციისთვის, ივანიშვილის დელეგაციისთვის ამ უფლებამოსილების არ მიცემა. ეხლა ეს საკითხი ამ წუთში აქ არის დილის 9:30-ზე დაიწყო, ეცხასაგლე წუთები. მონიტორინგის კომიტეტი ქვია, მისი სხდომა მიმდინარეობს და ამ მონიტორინგის კომიტეტის დასკვნაზე იქნება საბოლოო ჯამში დამოკიდებული მნიშვნელოვან წილად, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში სესიაზე უნდა გადაწყდეს ხვალ, მაგრამ მნიშვნელოვან წილად დამოკიდებული იქნება ამ კომიტეტის გადაწყვეტილებაზე ის თუ შეუჩერებენ თუ არა ამ უფლებამოსილებას, უბრალოდ არ ცნობენ თუ არა უფლებამოსილებას ივანიშვილის დელეგაციის, თუ ცნობენ გარკვეული ვადით და გარკვეული პირობებით. ეს არის ხა ის საკითხი, რომელიც განიხილება და ჩვენები შესული არიან შექმნიან კომიტეტის სხდომაზე. დაახლოებით ალბათ 1 საათში, უფრო მეტნაკლებად კეთილი წარმოდგენა გვექნება იმასთან დაკავშირებით, საერთოდ წავიდეს პროცესი. ეს არის ერთი ამბავი, რაც აქ ხდება. მეორე ამბავი გუშინდელ ინფორმაციაზე, ეს გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ევროპულმა საბჭომ იმასთან დაკავშირებით, რომ დიპლომატიური პასპორტები, ვისაც აქვთ საქართველოში, მათ შეუჩერდეთ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის ტერიტორიაზე. გუშინ საღამოს რაღაც ვახშამზე ვიყავით ალდეს ფარგლებში და ისე მოხდა, რომ თინა ხიდაშელი აღმოჩნდა ჩემ გვერდით, რაღაცები საუბრობდი და ერთ მნიშვნელოვან დეტალზე მიმაქცევინა ყურადღება და გადავამოწმე ხა და მე მგონი ეს ინფორმაცია არ არის გაჟღერებული, ან არ ვიცი, შეიძლება მე ხო ეს Facebook-ის ძირითადი აკაუნთი გამიუქმეს და მეორე აკაუნთის კედელზე მაინც და მაინც ბევრი ინფორმაციები არ მივარდება ხოლმე, და შეიძლება იყო ამაზე საუბარი, შეიძლება არ იყო, მაგრამ თუ არ იყო, მგონია რომ მნიშვნელოვანი ამბავია. ერთ-ერთი პრობლემური საკითხი ამ დიპლომატიურ პასპორტთან დაკავშირებით იყო ის, რომ თუ საუბარია უბრალოდ იმაზე, რომ ვისაც დიპლომატიური პასპორტი აქვს, დიპლომატიური პასპორტის გამოყენებით ვერ შევა უვიზოდ ევროკავშირის ტერიტორიაზე, მაშინ ამ ხალხს ხო აქვთ ჩვეულებრივი წითელი პასპორტები და შესაბამისად ამ პასპორტებით უპრობლემოდ გადაადგილდებიან ევროკავშირის ტერიტორიაზე. როგორც აღმოჩნდა, მთლად ეგრეც არ არის. იდეალური სურათი მაინც არ არის, მაგრამ მთლად ეგრეც არ არის. ანუ მე რაც ვნახე, თინა მითხრა საჩებოდა მაგის მოძებნა და მოუძებნე და ვნახე. 3 პუნქტზე არის საუბარი, როცა საუბარი იმაზე, ვის შეეხება ეს შეზღუდვა, ანუ უვიზოს გაუქმება. პირველ პუნქტში წერია, მესამე პუნქტი არის მხოლოდ დიპლომატიური პასპორტები. ანუ მესამე პუნქტში წერია, რომ ის ხალხი, ვისაც აქვს შეეხება დიპლომატიურ პასპორტებს. პირველი 2 პუნქტში სხვა რაღაცები წერია და ეგ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. პირველ პუნქტში წერია, რომ შეეხება საქართველოსთან ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში ჩასულ ნებისმიერ ოფიციალური დელეგაციის წევრს, რომელმაც მონაწილეობა უნდა მიიღოს ევროკავშირის ნებისმიერი წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე გამართულ ნებისმიერ ოფიციალურ შეხვედრაში. ანუ კიდევ ერთხელ გავიმეორო, შეეხება თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნის რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე გაიმართება რაიმე ოფიციალური შეხვედრა ან ღონისძიება და ამ შეხვედრაზე ღონისძიებაზე საქართველოსთან წავა ნებისმიერი შემადგენლობის სამთავრობო თუ რაღაცა დელეგაცია, ამ დელეგაციის ყველა წევრს შეეხება. ანუ მარტო პასპორტებზე კი არ არის, პირდაპირ უშუალოდ ამ ხალხს ეხება. და მეორე პუნქტი რაც არის, მეორე პუნქტში წერია, რომ შეეხება ცენტრალურ დონეზე და რეგიონულ დონეზე მთავრობისა და პარლამენტის ნებისმიერ წევრს, ანუ მათ შორის იგულისხმება საკრებულოების წევრები, იგულისხმება მერები, გამგებლები და ასე შემდეგ, ყველა და პლუს შეეხება უზენაესი სასამართლოს ყველა მოსამართლეს და საკონსულო სასამართლოს ყველა მოსამართლეს. ანუ მთლად ესეც არ არის, რომ მარტო დიპლომატიური პასპორტი ვისაც აქვს, დიპლომატიური პასპორტს ეხება მხოლოდ. არა, ეს არის კიდე გავიმეორებ, მესამე პუნქტში წერია მხოლოდ დიპლომატიური პასპორტები. პირველი 2 პუნქტი პირდაპირ გამოყოფს უშუალოდ ან კონკრეტულ თანამდებობის პირებს, ან დელეგაციის წევრებს. და კიდევ ერთხელ გავიმეორებ თავიდან ბოლომდე, რომ გასაგები იყოს, ანუ მეორე პუნქტში არის საუბარი იმაზე, რომ ყველა დე-ფაქტო მთავრობის წევრს, ისე როგორც დე-ფაქტო პარლამენტის წევრს, როგორც ცენტრალურ დონეზე, ასევე ადგილობრივ დონეზე, ანუ ადგილობრივ დონეზე ნიშნავს, რომ ასევე ყველა მერს, ყველა გამგებელს და ყველა საკრებულოს წევრს ეხება ეს ამბავი. და პლუს ამაში არის შეყვანილი უზენაეს სასამართლოს ყველა მოსამართლე და პლუს არის შეყვანილი საკონსულო სასამართლოს მოსამართლეები. ეს არის მეორე პუნქტი. და პირველი პუნქტი არის ევროკავშირის წევრ ნებისმიერ ქვეყნის ტერიტორიაზე თუ გაიმართება რაიმე ტიპის ოფიციალური ღონისძიება ან შეხვედრა და იქ წავა საქართველოსთან ოფიციალური დელეგაცია,
ეს შეზღუდვა შეეხება ამ დელეგაციის ყველა წევრს. შეზღუდვა გულისხმობს რას? ბარემ ესეც რო ვთქვა, გულისხმობს არა უბრალოდ რომ ვიზა დაჭირდებათ, არამედ გამარტივებული პროცედურები, რაც კი შეიძლება არსებობდეს ვიზის გაცემასთან დაკავშირებით, არანაირი გამარტივებული პროცედურები ამ ადამიანებთან მიმართებაში არ იმოქმედებს. რიგები თუ იქნება რიგში მოუწევთ დადგომა, ფასი გადასახდელი თუ იქნება სრულად მოუწევთ გადახდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ მაგალითად არ იქნება შეღავათები რაღაც დოკუმენტების წარდგენაზე, მოუწევთ სადღაც წასვლა, არ ვიცი, იმის ბიომეტრიული ფოტოს გადაღება, რაღაცა ბლანკების შევსება და მთელი ის რაღაცა მარაზმი რთული პროცედურები, რომლის გავლაც ჩვენ გვიწევდა ბევრი წლების წინ, მანამ სანამ უვიზო რეჟიმის შემოღება მოხდებოდა საქართველოსთან მიმართებაში. გონია რომ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, არ ვიცი კიდე გავემარებ ეს გაჟღერდა თუ არა საქართველოში, იმიტომ რომ 2 დღე ახლა სტრასბურგში ვარ, მაგრამ თუ არ გაჟღერებულა, გონია რომ მნიშვნელოვანი ინფორმაცია და ყველამ უნდა იცოდე. ჯერჯერობით ეს არის, ეს ორი ამბავი არის, იმ ყოველაც აქედან მინდოდა დანარჩენი ვნახოთ.